ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას გეგმავს. ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამზადებს ნაბიჯებს, რომლებიც ეკონომიკური თვალსაზრისით სამხედრო მოქმედებების ტოლფასი იქნება. მისი განმარტებით ვაშინგტონმა კომპანიები და ქვეყნები გააფრთხილა, რომ თუკი ირანულ ნავთობს ყიდულობენ ან თეირანის ფულს საკუთარ ბანკებში ინახავენ, ამისთვის მეორადი სანქციებით აგებენ პასუხს. უშინ ოპერაცია ეკონომიკური რისხვა გამოაცხადეთ და უკვე წელიწადზე მეტია, რაც ირანის მიმართ მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკას ვატარებთ, როგორც სახელმწიფოსთვის თანხების დაბლოკვით, ისე ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ანგარიშების მიზანში ამოღებით. ერთ-ერთი რაც შესაძლოა ირანის ფატალურ შეცდომად იქცეს, იყო მათი მეზობელი სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების დაბომბვა. ეს ქვეყნები ახლა მზად არიან გაცილებით მეტი ფინანსური გამჭვირვალობისა და თავიანთ საბანკო სისტემაში არსებულ თანხებთან დაკავშირებით გამოძიებისთვის. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ გუშაქთა კორპუსის ხელმძღვანელობისა და ირანის ლიდერების მეტი ფინანსური აქტივი გაყინონ. ასევე კომპანიებსა და ქვეყნებს ვუთხარით, თუ თქვენ ირანულ ნავთობს ყიდულობთ ან ირანის ფული თქვენს ბანკებში ინახება, მზად ვართ გამოვიყენოთ მეორადი სანქციები, რაც ძალიან მკაცრი ზომაა. ირანმა უნდა იცოდეს, რომ ეს იქნება იმ ქმედებების ფინანსური ექვივალენტი, რომლებიც ვიხილეთ. ეს განცხადებები სკოტ ბესენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა დეპარტამენტმა ჩინეთის, ჰონგ-კონგის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ომანის ფინანსურ ინსტიტუტებს ამავე მუქარის შემცველი წერილები გაუგზავნა. თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ იმ ქვეყნებთან, რომლებმაც მისივე სიტყვებით ირანის სიტუაციაში დახმარებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს უარი უთხრეს, უწინდელი ურთიერთობა აღარ ექნება. Fox Business-თან ინტერვიუში მან იტალიის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც რომის პაპთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კრიტიკის გამო დაუპირისპირდა კიდევ ერთხელ ახსენა. არა, იგი ნეგატიური იყო. იგივე ურთიერთობა არ გვაქვს არავისთან, ვინც უარი გითხრა ირანის სიტუაციაში დახმარებაზე. უბრალოდ იცოდეთ, იტალია ჰორმუზის სრუტიდან ბევრ ნავთობს იღებს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ახლო დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს. 7 აპრილს გამოცხადებულ შეთანხმებას ვადა სულ რამდენიმე დღეში სამშაბათს გაუვა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება არ მოუთხოვია და რომ ვაშინგტონი მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად ჩართული რჩება. ამ დილით ისევ ვნახე არასწორი გაშუქება, თითქოს ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვეთ ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელება. ამ ეტაპზე ეს სიმართლე არ არის. ჩვენ აქტიურად ვრჩებით ჩართული ამ მოლაპარაკებებში. ამ კვირაში თქვენ თავად მოისმინეთ ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტისგან, რომ ეს საუბრები პროდუქტიულია და ისინი გრძელდება. სწორედ ამ ეტაპზე ვართ ახლა. ასევე ვნახეთ ინფორმაცია პირისპირ შეხვედრების შესაძლო ჩატარების შესახებ. კიდევ ერთხელ ასეთი განხილვები მიმდინარეობს, მაგრამ არაფერია ოფიციალური, სანამ ამას ჩვენგან, თეთრი სახლისგან არ მოისმენთ. თუმცა შეთანხმების პერსპექტივები პოზიტიურად გვესახება. პრეზიდენტმა ეს გუშინდელ ინტერვიუშიც აღნიშნა და ირანის საუკეთესო ინტერესშია, რომ ის მოთხოვნებს დაეთანხმოს. ვფიქრობ, მან საკუთარი წითელი ხაზები ამ მოლაპარაკებებში მეორე მხარეს ძალიან მკაფიო დაჩვენა, ასე რომ ვაკვირდებით, როგორ განვითარდება ეს დიალოგი. კეროლაინ ლევიტი ამბობს იმასაც, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი დიდი ალბათობით კვლავ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში უნდა გაიმართოს.